Უმძიმესი ისტორია თუ როგორ სცემდნენ და აწამებდნენ უკანონო დაკავების შემდეგ საბას ხვიტარიძეს პოლიციის განყოფილებაში. დღეს სამოქალაქო აქტივისტმა, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი და რომელსაც აქეთ ედავება პოლიცია თავდასხმას, მან დეტალურად მოყვა, როგორ მოხდა მისი დაკავება. დაკავების დროს ტელეფონი წაართვეს მასაც და მის მამასაც, განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ხვიტარიძესთან ოთახში შეიყვანეს ნიღბიანი პირები, კარები გარედან ჩაკეტეს და ბრალდებულს სასტიკად გაუსწორდნენ. უკვე ნაწამებს ხვიტარიძეს არ აძლევდნენ ექიმის მონახულების საშუალებას, არ მისცეს უფლება დაერეკა ადვოკატთან, დასცინოდნენ, აგინებდნენ, ურტყამდნენ და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციის განყოფილებაში. დღეს საბას საქმის განხილვა არსებითი განხილვის სტადიაზე გადავიდა. ხვიტარიძეს ედავებიან ქორთიართ მერიოდთან პოლიციელზე თავდასხმას, რეალობა კი იყო ასეთი. სასტუმროსთან ნიღბიანი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები გინებით და მუშტებით დაესხნენ თავს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ქალებს, დროსაც ხვიტარიძემ სცადა მასთან მყოფი ქალების დაცვა და აგრესიის მოგერიება. იმცა კეკელია მოგვიყვება მეც თუ რა ხდებოდა დღევანდელ პროცესზე და რა ფაქტები გაიხსენა ამ საქმის ნაცემმა და ნაწამებმა ბრალდებულმა. მიშა პროცესი დასრულდა და პროცესზე საბას ხვიტარიძე მისაუბრა იმ ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა მის წინააღმდეგ, მაშინ როცა იყო დაკავებული პოლიციელების მიერ და გადაყვანილი იყო პოლიციის სამმართველოში, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მრავალ გზის მას დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს მეხუთე და მერვე სართულზე ნიღბიანი პირები, რომლებიც სავარაუდოდ იყვნენ პოლიციელები, ან შესაძლოა არც იყვნენ, ის ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, რადგანაც ტვინის შერყევა მიიღო, როცა ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე, თუმცა ექიმის დახმარებით ვერ ისარგებლა და მხოლოდ ცინიკური პასუხებით შემოიფარგლა იზოლატორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, მათ შორის პოლიციელები და გამომძიებელიც, როგორც თავად ყვება, გარდა ამისა დაკავების ფაქტთან დაკავშირებითაც ისაუბრა საბას ხვიტარიძემ და ცრუ არის ოქმი, რომელიც არის შედგენილი საგამოძიებო უწყების მიერ, თითქოს საბას ხვიტარიძე დიღმის პოლიციის სამმართველოში მივიდა მოწმის სტატუსად გამოსაკითხად, სინამდვილეში მისი დაკავება მოხდა ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს მაშინ, როცა მამასთან ერთად გადაადგილდებოდა და მიიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. საბას ხვიტარიძეს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, როცა ის ასრულებდა თავის უფლებამოვალეობას, თუმცა პოლიციელები იმ ტერიტორიაზე, რომელ ეპიზოდზეც არის გამოძიებაში საუბარი, არ ყოფილან, მათ არ წარუდგენიათ თავი, არ ქონიათ ამომცნობი ნიშნები, არ ქონიათ მოწოდება ან გაფრთხილება, რომ იყვნენ პოლიციელები და გამოიყურებოდნენ ეგრეთ წოდებული ტიტუშკებივით. საბას ხვიტარიძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეებს შორის იყვნენ ის პირები, ვინც უშუალოდ იძალა საბას ხვიტარიძეზე პოლიციის მთავარ სამმართველოში და ძალიან მნიშვნელოვანი ერთი გარემოება არსებობს, რომ დაკავების მეორე დღესვე, როცა ძალადობის მსხვერპლი გახდა ის პოლიციის იზოლატორში, ადვოკატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო უწყებას, დაეწყო გამოძიება, დაახლოებით 2 კვირაში გამოძიების დაწყებიდან საბას ხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ სცნო დაზარალებულად, რაც ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ მასზე არაადამიანური მოპყრობა და წამების ტოლფასი ქმედება განხორციელდა, თუმცა მტკიცებულებები ამის და ვიდეო კამერების ჩანაწერები, რისი მოთხოვნის ამოღების ვალდებულებაც ჰქონდა საგამოძიებო უწყებას, სავარაუდოდ საქმეში ვერ ჩაიდება, რადგანაც ის უბრალოდ არ არსებობს. თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ მოწმის გამოკითხვის ოქმიც, ანუ საბას ხვიტარიძის გამოკითხვის ოქმიც საკმარისია იმისთვის, რომ დადგინდეს როგორი იყო ის არაადამიანური მოპყრობა პოლიციის მთავარ სამმართველოში, რომელიც დაკავებულზე განხორციელდა. მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე, თბილისის მიმართულებით სადღაც გორთან, მე გადავსვეს შავ სედანის მანქანაში, რომელმაც ჩამოვიყვანეს თბილისის მთავარ სამმართველოში. მანქანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემგანი, ასევე იყო მუქარა გაუპატიურებით. ამიყვანეს მეხუთე სართულზე ერთ-ერთი პოლიციელის კაბინეტში შემიყვანეს, იქ მიდიოდა უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემგანი და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 4 პოლიციელის კაბინეტში ესენი გადიან ეტავენ კარებს და ამ დროს იწყება ჩემზე ფიზიკური ძალადობა.
მიყავდა თავის და გვერდების არეში ძირითადად. როდესაც მე ნახევრად გაშულ მდგომარეობაში ვიყავდი და ვიქცეულობდი დივანზე, ზევიდან დამახტა ერთ-ერთი და ცდილობდა ხელი მოიტეხა ჩემთვის. როცა ვერ მომტეხა, გამომაგდო დინიდან, ძირს დამაგდო და ძირს განხორციელდა უკვე ხელებში თქმა, ძირითადად ბაქიმის მიყავდა ხელის არეში, ზურგში და თავის არეში. მე მუქრებოდნენ რომ ქათმებში ჩასმით, ქათმებში ჩამსვლდნენ და იქ გამოუპატიურებდნენ. შემდეგ გამოძიების ოთახში შევიდა. მან შემოდის კიდევ ერთი ნირბიანი პიროვნება. სამი ადამიანი მაკავდა და ესენი ისევ ძალადობდნენ ჩემზე. თავზე გადამამტვიეს რაღაც ხის ნივთები და რა სხვადასხვა ნივთი არ ვიცი ზუსტად რა. ეს ნირბიანი პიროვნება აპირებდა ჩემს ცხვირში დარტყმას, ქვევიდან ამოთმას და გავუწიე თავი. მე მზად ვარ დღესვე უდაოდ გავხადო მთელი საქმე. იმქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი გამოძიების ნაწილი წარმოდგენილი ჩვენი მტკიცებულებები არის სანდო, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებულებები არის არასანდო. მე მივმართე ბრალდების მხარეს ხდომაზე, რომ ეხლავე თუ გამიხდით უდაოდ ჩემს მტკიცებულებებს, მე მზად ვარ არც ერთი შეკითხვა არ დაუსვა პოლიციას. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ჩვენებები უკვე ყალბია და უკვე ფალსიფიცირებულია და ამისი დადგენა ჩვენი ვიდეო ჩანაწერებებით და მტკიცებულებებით შესაძლებელია. რაც შეეხება იზოლატორის კამერებს, ჩვენ ამის ამოღების უფლება არ გვაქვს დაცვის მხარეს, ვინაიდან იქ მხარეს არ წარმოვადგენთ, ამაზე უნდა იზრუნოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები უკვე აღარ არსებობს, არც მაშინ არ არსებობდა. და არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ძალადობის კადრები პოლიციის შენობაში პოლიციის ვიდეო კამერას გადაიღოს. საბას ხვიტარიძის დღევანდელი სიტყვა, რომელიც მან სასამართლო დარბაზში თქვა და სადაც აღწერდა იმ წამებას, რაც განხორციელდა მის მიმართ პოლიციის მთავარ სამმართველოში, ნათელი მაგალითია, როგორ ექცევა რეჟიმი იმ პირებს, ვინც დგას საპროტესტო აქციაზე, ვინც გამოხატავს პროტესტს. ასეთი იყო შეფასებები იმ ადამიანების, ვინც დღეს ესწრებოდნენ ამ სასამართლოს და ზოგადად საქალაქო სასამართლოში იცის მაყურებელმა, რომ ბოლო თვეებია მხოლოდ აქციაზე დაკავებული პირების სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმეები განიხილება, რაც არის რეპრესიების ნათელი მაგალითი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთ საქმეში, როგორც ადვოკატები მიუთითებენ, არ არსებობს მტკიცებულებები, თუმცა ეს არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი ივანიშვილის სასამართლოსთვის, რომ დააჯარიმოს, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდოს ან სისხლის სამართლის მუხლით ბრალდებულად ცნოს რომელიმე პირი, ვინც თავისი პროტესტით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, როგორც ამბობენ პოლიტიკოსებიც, სამოქალაქო აქტივისტებიც და აქ მყოფი პირები, ვისაც დღეს ვესაუბრეთ, ეს პროტესტს ვერ გააჩერებს. რაღაც კანონის ჩარჩოში ჩაჯდა მოსამართლე და მოისმინა წინა მოსამართლებმა საერთოდ არ მოისმინეს ბრალდების მხარე, როგორ გაუსწორდნენ საბას, როგორ აწამეს, როგორ ცემეს, როგორ ემუქრებოდნენ, რომ გააუპატიურებდნენ, თუ არა და მაშინ ქათმებში ჩასვავდნენ. მოსამართლემ ძიებაშია უკვე საქმე ორი ვითომ რა ვიცი ჯერ გამოძიებულს და რაღაც დაწყებას ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ 20-ისთვის გადაიდო სასამართლო, რომ 20-მდე ალბათ მოასწრებენ გამოძიებას, ეგეც არ ვიცი. იმედი არაფრის არა მაქვს, სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ აქ ერთი კაცის ბრძანებით დადის ეს სასამართლოც. დღეს ჩვენ ვიხილეთ ხარეების წინა, ასე ვთქვათ, შესავალი სიტყვა. პროკურორი სრული სიყალბე, სასაცილო, არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისერება და ვიხილეთ საბას წარმომადგენლის ადვოკატის შეფასება იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა და ასევე ის გაუგონარი ამბავი, რაც მოხდა საბას ხვიტარიძის წამების და არაადამიანური მოპყრობის ნაწილში. ყველა დაიჯება, ყველა მონაწილე, ყველა დაიჯებით ამ არაკაცობისთვის, რაც ეხლა მოვისმინეთ ყველა.
საქალაქო სასამართლოში დღეს საბას ხვიტარიძის საქმის გარდა განიხილებოდა კიდევ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი პირის საქმე. საბაჯიქიას და დავით ხომერიკის. დავით საბაჯიქიას ედავებიან ასევე პოლიციელზე თავდასხმას და ის არის დაკავებული სისხლის სამართლის წესით, ასევე დავით ხომერიკი არის სისხლის სამართლის წესით დაკავებული. მათი საქმეები არსებით განხილვაში გადავიდა და დღეს შესავალი სიტყვა ითქვა, რაც შეეხება საბას ხვიტარიძის საქმეს, მას როგორც იცის მაყურებელმა, გამოძიება ედავება პოლიციელზე თავდასხმას, მაშინ როცა ის უფლებამოსილებას ასრულებდა, თუმცა ადვოკატი მიუთითებს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელსაც წარმოადგენს შემდეგ პროცესებზე, რაც მოსამართლეს და სასამართლოს დაარწმუნებს იმაში, რომ იქ იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო პოლიციელის, რადგანაც ისინი იყვნენ გადაცმულები სამოქალაქო სამოში და სახეს მალავდნენ და გარდა ამისა არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება აქციის. იქ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი კი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების კანონით გათვალისწინებული ნორმით. მომდევნო სასამართლო პროცესი საბას ხვიტარიძის საქმეზე 20 თებერვალს არის ჩანიშნული.